წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს საქალაქო სასამართლოში დაპატიმრებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი. ახლა მთავარი ინტრიგაა რა სიტყვის გასაჯელის სკამი და მეოთხე ბრალთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი, რომელსაც გამოძიება პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის შეურაცხყოფას ეიდავება. ქართული ოცნების პოლიტიკური სამიზნე არის ელისაშვილი, ასე ამბობენ ადვოკატები. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს და ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნება ახალ-ახალი ბრალდებებით ცდილობს ალეკო ელისაშვილისთვის შეფარდებული 13 წლიანი პატიმრობა გაამართლონ. არალოგიკურია იმ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ახალი საქმე და ახალი ბრალი წაუყენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომლის ფაქტიურად განადგურების მცდელობისთვისაც უკვე 13 წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ სამართლებრივი კატეგორია სდება ალეკო ელისაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და ამის ყველაფრის საფუძველი არის მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, პირადი შურისძიება და ფაქტიურად ხდება რუსული განაჩენის აღსრულება. ფაქტიურად ცდილობენ მის დემონიზაციას და მისი დისკრედიტაციის მორიგი გაგრძელება ეს და ვითასრულდება ბრალდებულის სტატუსიც მას უნარჩუნდება ორ სამსაქმეზე ბრალდებული სტატუსი და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო გამოყენებული, იყოს გაგრძელებული ფორმალურად. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ აი წნეხი რაც მასზე არის, ყოველგვარ დაუსაბუთებელი მოპყრობა მის მიმართ და დისკრიმინაცია კიდევ გაგრძელდეს მომავალში. პროკურატურა ამბობს მას ჰქონდა შესაბამისი განცხადება სასამართლოს ხდომაზე უწოდა შოთა ჭიპაშვილის არაკაცი, რის გამოც დაიწყო ახალი სამართლებრივი საქმე. და მინდა რომ გავმარტოთ და გავმიჯნოთ ეს ორი მდგომარეობა, ანუ ერთი არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი არაადამიანური მოპყრობა წამება ადამიანის, რომელიც შესაძლოა ჩაიდინა შოთა ჭიპაშვილმა და მეორე მხარეს არის სიტყვა არაკაცი და მოგეხსენებათ, რომ ალეკო ელისაშვილი 8 თვის წინ გამოიკითხა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა 8 თვის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მომხდარა, თუმცა ხედავთ, რომ ალეკოს უკვე მეორე საქმეზე წაუყენეს, უკვე მეოთხე საქმეზე წაუყენეს უკვე ახალი ბრალი. ანუ ეს არის შერჩევითი სამართალი, მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით ალეკო ელისაშვილის დევნა, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და აგრეთვე ეს პირდაპირ დაკავშირებული არის ტერორიზმის საქმესთან, ვინაიდან საზოგადოებამ არ დაიჯერა ეს საქმე, რომ რეალურად ალეკო ელისაშვილი არის ტერორისტი, ცდილობენ ახალი საქმეებით ამ თავიანთი ასე ვთქვათ უსური გადაწყვეტილებების გამართლებას. ალეკო ელისაშვილის სასამართლოს ხდომა დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული. დილიდან მოიყვანეს სასამართლოში საბედრაგო სამსახურის თანამშრომლებმა რუსთავის ყველაზე მკაცრი ციხიდან დაპატიმრებული პოლიტიკოსი და ის 4 საათზე მეტია ელოდება სასამართლოს ხდომის გახსნას. თავდაპირველად ელისაშვილს სხვა მოსამართლე დაუნიშნეს, შემდეგ მოსამართლე შეიცვალა. დღეს უნდა განისაზღვროს წინა სასამართლოს ხდომის თარიღი. სასამართლოს ხდომა არ იქნება ვრცელი, მალე დასრულდება, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რა სიტყვის დღეს ალეკო ელისაშვილი, მის პოზიციას დიდი ალბათობით დღეს ხდომათა დარბაზში მოვისმენთ, თუ მოსამართლე ამის შესაძლებლობას დაპატიმრებულ პოლიტიკოსს მისცემს. პირველების ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.